ხოები 12 საათისთვის მოვიდა დავით მატიაშვილი მანდატურების უფროსი საქალაქო სასამართლოში ის ეზოში შევიდა ავტომობილის შესაბამისად ამ დრომდე ჩვენ არ მოგცემია შესაძლებლობა რომ მისთვის კითხვები დაგვესვა და დაგვისუსტებინა რატომ მიიღო გადაწყვეტილება რომ სასამართლოს შენობიდან სამოქალაქო აქტივისტები გამოიყვანა ძალის გამოყენებით არაერთი აქტივისტია რომელიც სწორედ მას ადანაშაულებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში და აპირებენ რომ მიმართონ პოლიციას და დაწერონ საჩივარი სწორედ მატიაშვილის ასევე სხვა მანდატურებს ვკითხეთ ვისგან მიიღეს უშუალოდ მითითება რომ ეძალადათ მოქალაქეებზე რადგან კადრებში ჩანს რომ ძალის გამოყენებით ხდება მოქალაქეების შენობიდან გამოყვანა და ასევე არაერთი დაზარალებული და დაზიანებული აქტივისტი საუბრობს ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე არც ერთ მანდატურს ჩვენთან ამ თემაზე საუბარი აღარ უნდა და ყველა გაგვირდის გუშინ რაც ნახეთ თქვენ ეს იყავით გუშინ საღამო უყურეთ კადრებს და ნახეთ რა ხდებოდა დარბაზში და ფოიეში არც კადრები ნახეთ შეხედოთ კადრებს და მიხარით ამას როგორ აფასებთ თავი დამანებით რა მუშტს უყავს სახეში ადამიანს ძირს აქვს თავი დამანები როგორ აფასებთ თავი დამანები გითხარ არ გსურთ საუბარი და შეფასება საუბარი რა ხდებოდა გუშინ სასამართლოში შეგიძლიათ გითხრათ რა საჭირო იყო მოქალაქეების შეიძლება ცემა რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება რომ სახეში გერტყათ ადამიანებისთვის და ასე გამოგეყვანათ სასამართლოს დარბაზიდან ეზოშიც რატო გააგრძელეთ მაცადეთ მუშაობა ძალიან ხო გადაიწყვეტა თან მუშაობა რა საჭირო იყო ძალის გამოყენება ვინ მიგითითათ რომ მოქალაქეები ამ ფორმით გამოგეყვანათ ბატონო ბექა პირველი შემთხვევა არ არის როდესაც მოქალაქეებს ძალის გამოყენებით გამოიყვანთ ხოლმე სასამართლოს შენობიდან თქვენც ფიქსირდებით რამდენიმე ეპიზოდში მანამდეც რატომ გახდა საჭირო ადამიანების ცემა ისე რატომ ვერ გამოიყვანეთ სასამართლოს შენობიდან არ გსურთ რომ პასუხი გაგვცეთ ადამიანების ცემა რა საჭირო იყო არ შეგიძლიათ რომ გვიპასუხოთ ვინ მოგცათ დავალება და მითითება რომ გეცემათ მოქალაქეები გუშინ საქალაქო სასამართლოში ფიზიკური ანგარიშსწორების და თავდასხმის ობიექტები აღმოჩნდნენ არა მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტები არამედ ჟურნალისტებიც მაგალითად მუქარა იყო პუბლიკა ჟურნალისტის და ფოტოგრაფის მისამართით ასევე ჩვენს ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილს იძალადეს მანდატურებმა ასევე წაართვეს ტელეფონი ფორმულა ჟურნალისტს და რამდენიმე წუთის განმავლობაში მას არ უბრუნებდნენ ხოლო როდესაც დაუბრუნეს მისი ეკრანი იყო დაზიანებული ამ ყველაფერზე პასუხი წესით საზოგადოებამ უნდა მიიღოს მანდატური სამსახურისგან მათ უნდა ახსნან რა საჭირო იყო ძალის ასეთი დემონსტრირება მოქალაქეების მისამართით მათ შორის ჟურნალისტებისთვის ხელშეშლა თუმცა ამ დრომდე მათგან პასუხი არ მიგვიღია მანდატური სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გამომგლიჯა ხელიდან მობილური ტელეფონი, როდესაც ვიდექიმე სასამართლოს დერეფანში და პირდაპირ მნიშვნელობით გატაცებული იყო ეს ტელეფონი დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ დამიბრუნეს ყველანაირი ახსნა განმარტების გარეშე უკვე გატეხილ მდგომარეობაში. ეკრანი აქვს დაზიანებული ამ ტელეფონს. არ ვიცი რეალურად რატომ მომვარდა მანდატური, მისი იდენტიფიცირება ცხადია შემიძლია და ეს ის მანდატურია, რომელიც გამოირჩევა ზოგადად აგრესიით და ქალებზე ძალადობით და ინციდენტი მოხდა მაშინ, როდესაც უკვე დასრულებული იყო. სასამართლო პროცესი, რა თქმა უნდა, ამ ჩხუბში ჩართული არ ვიყავი, ვიდექი მოშორებით და უცებ მომვარდა ეს მანდატური და წამართვეს მობილური ტელეფონი. საგამოძიებო ორგანოებიდან ამ დრომდე არავინ არ დამკავშირებია და არც ვიცი გამოძიება დაწყებული არის თუ არა. განსაკუთრებული ეს ვთქვათ თავგასულობა აჩვენეს დავით მატიაშვილის ხელმძღვანელობით მათ ჟურნალისტ მინდია გაბაძეს რამდენჯერმე ვთქვათ გაუსწორდნენ ფიზიკურად ჩემს თვალწინ დავით მატიაშვილმა მას რამდენჯერმე დაარტყა იმის გამო რომ მინდია გაბაძე მუშაობდა და იღებდა წინ უძღოდა დავით მატიაშვილის მხრიდან მუქარა, როდესაც მინდია მოვიდა სასამართლოში, მან თითის ქნევით უთხრა მას, რომ შენ ჭკვიანად იყავი, ვიცით რეებსაც იღებ, რამდენჯერაც კი მიუახლოვდა მას დავით მატიაშვილი იმდენჯერ დაარტყა სამოქალაქო აქტივისტები აანონსებენ რომ დაიწყებენ სამართლებრივ ბრძოლას სწორედ იმ მანდატურების მიმართ რომლებაც მათზე გუშინ სასამართლოს ხდომის შემდეგ როგორც ფოიეში ასევე ეზოში იძალადეს